გამარჯობა მეგობრებო. ვაგრძელებთ After Effects-ის შესწავლას. ბოლოს გავჩერდით ამ დებილობაზე, stop რაღაც გავაკეთეთ და დღეს გადავდივართ უმნიშვნელოვანეს ნაწილზე, ეს არის 3D მოდელები, ფიგურები 3D. მოკლედ ახალ განზომილებას ვითვისებთ რა. ხო და კიდე რა მაინტერესებს? მაინტერესებს ჩემი მეგობრების და ახლობლების გარდა ვინმე თუ უყურებს ამ სერიებს. სულ ერთი ადამიანი იყოს ძალიან გამიხარდება და უბრალოდ მაინტერესებს რა. და თუ არის ეგეთი ადამიანი, თუ არსებობს, უბრალოდ რამე დააკომენტაროს ამ ვიდეოზე. ან არ დააკომენტაროს, არა, მე ვეღარ გავიგებ. კაი, იმისთვის რომ დავიწყოთ 3D მოდელების შესწავლა, ჩვენ უნდა შევქმნათ პირველ რიგში ახალი კომპოზიცია. ახალი კომპოზიცია შეგვიძლია შევქმნათ აქედან, როგორც უკვე ვისწავლეთ ბევრჯერ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი აქ უნდა მოვნიშნოთ Cinema 4D. ნუ შეიძლება რო გავხსნათ პირდაპირ Classic 3D-ზე იყოს მონიშნული. Cinema 4D, Cinema 4D გვაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს. შესაბამისად, მოვნიშნეთ Cinema 4D. და ოკეი მერე. გადავედით ახალ კომპოზიციაზე. ახლა ავირჩიოთ ნებისმიერი ფიგურა, რომელიც გვაინტერესებს. მოდივართ აქ. და ავირჩიოთ, მოდით ვარსკვლავი იყოს. Shift დავაჭიროთ რო კარგად იყოს მონიშნული. კარგად იყოს რა, ანუ თანაბრად რო გაიხსნას რა, Shift-ის გარეშე რო ქნა, ეს რაღაცნაირად დებილურად იქნება. Fill-ში no fill მოვნიშნოთ ორი წამი, რომ კარგად დავინახოთ ეს საზღვრები. ნუ შეგვეძლო ესეც ყოფილიყო, მაგრამ fill მოვნიშნოთ. მე უпростоრად no fill მოვნიშნოთ. დავიჭერთ OK-ს და stroke-ი ოდნავ გავზარდოთ. ეხლა პატარაზე არის, ოდნავ გავზარდოთ. კაი. ცენტრში ჩამოვიტანოთ ეს ჩვენი რაღაცა და იმისთვის რომ 3D გახდეს ძალიან მარტივი არის. ამისთვის მარცხენა ქვედა კუთხეში ჩვენ ხედავთ აი ეს არის ჩვენი ვარსკვლავი. თავისი დიდებულებით და სხვა ოფშენებით. ამ ეტაპზე არ ჩანს ის პატარა ნაწილი, რომელიც უნდა მოვნიშნოთ, რათა გახდეს 3D, ანუ ახალი განზომილებად მოიხოდოს ამ კუთხეში, კი არა და ხუთ კუთხეში. ამისთვის უქვევით თქვენ ხედავთ toggle switch და რაღაცეები კიდე. უბრალოდ მაგას დააჭირეთ. და აი აქ ახალი რაღაცეები წარმოიქმნება. და ყველაზე მარტივი აგერ წერია 3D layer-ი. Allow 3D layer. ამისთვის დავაჭერთ უბრალოდ აი ამ ჩვენი ფიგურის გასწვრივ. და ჩვენ ახალი განზომილებები გვექნება. ეს იქნება, ესე ვიტყვევთ, ისედაც იყო, ნუ ტრიალი ისედაც იყო და სად არის წითელი რაც? კი არა და მწვანე. ხო, აი მწვანე გვინდა ჩვენ. და ესე შეგვიძლია შემოვტრიალოთ. ორი წამი ესე დავტოვოთ, აი ოდნავ ესე, სიბრტყეზე, რომ კარგად გავიაზროთ რაშია საქმე. ეხლა რაღაც პონჩი ძალიან არ გავს ეს 3D ფიგურას, ასე რომ რაღაცეები უნდა შევცვალოთ. ამისთვის მარცხენა ქვევით, რავი, ჩამოვშალოთ გეომეტრიული ოფშენები, geometry options. და depth რო წერია აი აქ, ეგ ცოტა უნდა გავზარდოთ. და ხო ის აუცილებლო. ოდნავ გაიზარდა. და ოდნავ უფრო 3D გახდა. როგორც ხედავთ, ადრე უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული uncolor point-ი, ანუ მასა და ცენტრი, საიდანაც ყველაფერი ხდება. ამისი არის ქვედა მარჯვენა კუთხეში, მაგიტყვია, რომ ამის ირგვლივ ხდება ყველაფერი. იმისთვის რომ ეგ შევცვალოთ, დავაჭიროთ X-ს კლავიატურაზე დიდი ხნით და მე ჩვენ შეგვიძლია ეს აქეთ გამოვწიოთ. ამის მერე მწვანე რო შევატრიალო, აი ამის ირგვლივ ვიტრიალებს უკვე და არა ქვედა წერტილის ირგვლივ. ნუ თუ ვინა ქვედა წერტილის ირგვლივაც იტრიალოს, რავი, რა მნიშვნელობა, მაგრამ იყოს ეს. ეს მონიშნული ცოტა ცუდა ჩანს, იმიტომ რომ მონიშნული მაგ მეოთხედ ხარისხზე, რადგან full-ს რო დავაჭერ After Effects-ი გიჟივით ჭედოს იწყებს. აი ესე. 3 წლის მერე შევტრიალდა. თუ თქვენ თუ ძლიერი კომპიუტერი გაქვთ, შეგიძლიათ ეგრე, მაგრამ მე არ მაქვს ძლიერი კომპიუტერი, მონიშნოთ აქ და აღარ გაჭედავს. ახლა იმისთვის რომ ოდნავ უფრო 3D-ს დაემსგავსოს, ჩვენ გვჭირდება სინათლე. რადგან სინათლის მთელი იდეა ხო ის არის რა, რომ ჭრილებს რო დავინახოთ, მე აღვქვამთ სივრცეში და ვახ, ძალიან მაგარია საყო. ამისთვის ჩვენ მოვდივართ მზევით ცოტა layer-ი, დავიჭერთ layers
მე new და აგერ არის light. დავიჭიროთ მაგას. ესეთი რაღაცა გამოიხსნება. ორი წამი ეს სინათლე დავუმატოთ და ნახეთ აი ესეთი რაღაც გაიჩნდა. სინათლე. ამ სინათლის ტრიალით ჩვენ უფრო მარტივად აღვქვათ მერე რომ ეს არის 3D. ორი წამით გავადიდოთ. ესე. და სინათლეს რო ვატრიალებთ ხოი საოცრება მართლაც 3D ყოფილა ჩვენი ვარსკვლავი. კაი დავაპატარავთ. ხო, წერან ესეთი რაღაც გავაკეთე. ანუ აი აქ ფის რო დავაჭირე, ხო, ჩანს რა მგონი ჩვენ თვალ ეკრანზე. ორი ეკრანი მაქვს რატომღაც. და ზოგჯერ იქით იხსნება ეს ცალკეული ფანჯრები. ამის გარდა მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ნახეთ სინათლიდან რო გავიდა გიჟივით აღარ ჩანს არაფერი. ეს სინათლის შეტრიალება მიტრიალება მოტრიალებად შეგვიძლია. მე ხო უბრალოდ დებილი ვარ და კარგად ვერ ვაკეთებ ამას. ნუ ასევე შეგვიძლია აქედან სინათლის ინტენსივობა გავზარდოთ. ტრადიციულად transform და ეგ წერია რაღაცები. ამის შეცვლა შეგვიძლია. ესე ისე. ხელით ანუ ხელით რიზის გაკეთებაც შეგვიძლია, ქვევით შეგვიძლია მაგის გაკეთება. Light options და intensity შეგვიძლია გავზარდოთ, შეგვიძლია დავაპატარავოთ პირიქით. ამ ეტაპზე გავზარდოთ ოდნავ. და სულ კარგად გადანაცდის. ხო, ეხლა განსხვავება აი no fill-ს შორის. ან no fill-ი რო იყო, ნახეთ შინით არის სივრცე მოკლედ. ამ სამკუთხედში. ამ სამკუთხედსაც შეგვიძლია რაღაცები გავუკეთოთ transform-ით, მაგალითად scaling-ი. შეგვიძლია გავზარდოთ ესე, მოვიყვანოთ ახლოს და ასე შემდეგ. ყველაფერი არის იგივე. უბრალოდ ერთადერთი ის დაემატა, რომ 3D გახდა და სინათლე დავამატეთ მორჩა. გავაკეთოთ მეორე ფიგურაც ძალიან მარტივად. ეს სამკუთხედი დროებით აქეთ გადავდოთ. მაგალითად, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? იყოს ოთხკუთხედი. თუ ნახან სინათლე აქეთ არის, საშინლად ჩანს. მაგრამ მოვიწიოთ ჩვენი სინათლე აქეთ. ეხლა რა ხდება ნახეთ, ქვევით უკვე გვაქვს shape, რომელიც გაერთიანდა რატომღაც. ეს ცოტა ხანი დავაპატარავთ. და წავშალოთ ჩვენ იმიდან. Fill-ში ავირჩიოთ fill. Okay. და stroke ცოტა ხანი დავიკიდოთ რა. ეს სამკუთხედიც, კი არა, ოთხკუთხედიც გახდა 3D. სინათლე ცოტა მოვწიოთ. და ეგ არის. გავზარდოთ სიღრმე, ასე ვთქვათ, გეომეტრიული იმეებიდან და სიღრმეს რო გავზრდით, ეს გაიზრდება. და ეგ არის ხა უკვე ჭეშმარიტად 3D არის ეს ფიგურა. ეს იყო და ეს. ასევე შეგვიძლია რაღაც ექსპერიმენტები ჩავატაროთ. ვარჯიშის ფელი მუღამი ეს არის და დიახ, ამასაც ვარჯიში ჭირდება, ისე როგორც სხვა ყველაფერს. არავინ არ იბადება აცებუნებრივ ნიჭით, ეგ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე არის, როცა ვიწყებთ რაღაცას. ეხლა პროფესიონალმა ედიტორმა ამ ვიდეოს რო შეხედოს, გაეცინება, მაგრამ როცა ნულიდან იწყებს ადამიანი. უნდა დაიწყოს აი ესეთი უმარტივესი რაღაცეებით. და არასოდეს არ უნდა შეადარო შენი თავი ისეთი ადამიანის სკილებს, რომელიც უკვე 10 წელია მაგალითად ედიტორი არის. ხო ის ბევრად მაგარია, ეგ არის რეალობა. შენზე ბევრად მაგარი იქნება, ჩემზე ბევრად მაგარი იქნება ყოველთვის. იმ რეალობაში, სადაც იმან 10 წლის წინ დაიწყო ამ ყველაფრის კეთება. მაგრამ როცა 10 წელი გავა, შეიძლება შენ უკვე აჯობო მას. მაგრამ ამ ეტაპზე პირველ წელს, პირველ დღეს თუ პირველ თვეს ხოლმე ვიფიქროთ ჩვენს თავზე და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. დღესთვის სულ ეს იყო. შემდეგ ლექციაზე გავაკეთოთ დედამიწა მოკლედ. რაღაც ძალიან მაგარი ეფექტი არსებობს აქ. მაგას რო დაადებ ნებისმიერ ფოტოს, ეგრევე 3D მოდელი ხდება. დავიშალეთ.